ჩვენთვის ეს დრამატიზმი რაც დაგხვდა ამ ორი კვირის თავზე ჩვენ ეს არ გქონდა შეგრძნებული, იმიტომ რომ ჩვეულებრივი რიტმი იყო თითქოს ჩვენი დაკავებისას გზის გადაკეტვა იმ დღეებში, მაგრამ რაც დაგხვდა ამ ორი კვირის თავზე იყო სრულიად კოშმარული სურათი, რაც გუშინ ვიხილე და ლევანი ამბობს რომ ერთის მხრივ ეს ყველაფერი ასე შეკრავს საზოგადოებას, მაგრამ აქვე არის ის როგორ მოიშუშებს ის ამ სტრესს, იმიტომ რომ ნამდვილ წინა საუკუნეების სხვერტ შეწირვას უყურებდით გუშინ, როცა ხალხი დგას ბორდიულზე და გამოეყოფა ჯგუფი, ყველა მიცის რომ რაზე მიდის ეს ხალხი და ძალიან მცირე ჯგუფი კეტავს და მოკლედ ძალიან მძიმე ხო, აი რაღაც ესეთი უცნაური მორიგეობასაც ვერ დავარქმევთ. რიგი არის შექმნილი, როცა ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან იმის პერსპექტივით, რომ აუცილებლად დიდი ალბათობით სასჯელის ობიექტები გახდება. ეს არის პირად გადაწყვეტილებაზე და არანაირი თხოვნა არ ჭრის ხოლმე. ადამიანები წინასწარ ამბობენ, რომ არა, ამას არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად ემოციურად ძალიან რთული გადასატანია იქ ამის ყურება ყველაფრის. იღებენ უცბად ამ გადაწყვეტილებას, რომ მე აქ ვეღარ გავძლებ და გადადიან. და რა ვიცი, აი ეს ძალიან დიდი ტრავმა არის, ჩემი აზრით, ამის ყურება გვერდიდან აი ძალიან დიდ იარებს გააჩენს, მე მგონი აი ამ ხალხზე და არ ვიცი როგორ უნდა მოშუშტეს და როგორ ეპატიოს რეჟიმს და მის წარმომადგენლებს ის ჩაგვრა ხალხის და ამ გაუტეხლობაზე ესეთი უტიფარი პასუხი, სადაც უკვე ხედავთ ჩვენს საუკეთესო ნაწილს საზოგადოების, ჩვენს ქალებს აკავებენ, იმიტომ რომ სიმამაცით სწორედ ქალები გამოირჩევიან და ნუ არ ვიცი, ძალიან მძიმე საყურებელია ეს.